ეს იყო ჩვეულებრივად სასიკვდილო ნასროლი. შეგიძლია გვაჩვენო. რა თქმა უნდა. მაგრამ ქუჩაში მაინც ვცდილობ, რომ შევიფოთო და ისევ არა. გაზის კაფსულა წერია დასკვნაში, ექსპერტიზის დასკვნაში. რო გავიგე რომ მე ვიყავი, აი მაგ დროსაც მიჭირდა დაჯერება. მიკვირდა ძალიან მეთქი. მე ვიყავი ეს, ნახევარწელი შესრულდება მალე. ყველაფერი არის რაც კი მქონდა დაგეგმილი. რეზინის ტყვია აი ამ ხელადაზიანებას არ გამოიწვევდა ნამდვილად. ივნისისთვისაც მომიწევს მომემზადო ბოლო 2 ოპერაციისთვის. ჩემს მეგობართან ერთად მოვედი აქციაზე, შემოვერთდით ხალხს უკვე აქ თეატრის წინ. რაც მახსოვს ის არის, რომ ბორბალი იწვოდა, ვიდექით მან ხელებს ვითმობდით. მერე უკვე ცრემსადენი გაზები გვესროლეს, აი რომ დაგვეწვა, თვალები ძალიან დაგვიწითდა, დაგვისივდა, სუნთქაც გვიჭირდა, ისე ვიყავით და ხალხმა გაგვიყვანა ისევ დასახმარებლად. და მაქედან უკვე რამოდენიმე წუთის მერე იყო, როცა დავბრუნდით და ისევ წინ წავიწიე მე. აი მაგ დროს უკვე ბარიკადებს რო გავცდი, მაგ დროს გადმოვიდნენ შეტევაზე და მაგ დროს იყო რომ მოხდა გაზის კაფსულა, ეგ მომენტი საერთოდ არ მახსოვს როგორ მოხდა. აქედან ამოვედით და მე რო ვცდილობდი უკვე და სახლში წავსულიყავი. თან რომ მითხრეს რომ ალყაში ვართო, იქიდანაც ვცდილობდი გასვლას. მითხრეს რომ იქით არ შეხვიდეთ, დაგიჭერენ დგან, ანუ ყველა მხარეს შაკეტილი ვიყავი, წინ, უკან, რავი, გვერდითაც ჩიხებშიც კი იდგნენ პოლიციელები ცალ-ცალკე. კადრებში ჩანს, რომ უკან ვიხევი, ხელი მაქვს მოკიდებული აქ წარბის არეში და აი მერე უკვე რამოდენიმე წამის შუალედში არის, რომ დავეცი, რომელი კაცი ტელევიზიას აქვს დაფიქსირებული, ეგ რომ დაბლავარდივარ. მერე უკვე ისევ გონცვარ და გადავყავართ სასწრაფო დახმარების მანქანაში. კლინიკამდე სანამ მივიყვანდნენ, მანდაც გონზე ვიყავი, კლინიკაშიც გონზე ვიყავი და უკვე კლინიკაში დამეწყო, როგორც ექიმმა თქვა, ძალიან აუტანელი ტკივილი თავის და რა ვიცი, მეც კიდე დავიწყე ბოლო ხმაზე ღრიალი ყვირილი ისე მტკიოდა თორმე. საერთოდ ეგ მომენტი გაქრა რა, არ არსებობს ჩემს თუნში. წაშალა მეხსიერება. რო გავიგე რომ მე ვიყავი, აი მაგ დროსაც მიჭირდა დაჯერება. მიკვირდა ძალიან მეთქი. მე ვიყავი ეს. ცოტა რთული იყო გასააზრებლად რომ მე ვიყავი. ნუ უკვე როცა გამოფხიზლდი, გამოვედი ხელოვნური კომიდან, ექიმები მეკითხებოდნენ სად ხარ, იცი რა დაგემართა, რატო ხარ აქ. ნუ ვერ ვიაზრებდი რატო ვიყავი, სიმართლე ვთქვა, არ ვიცოდი რატო ვიყავი კლინიკაში. ნუ თავიდან არც მეუბნებოდნენ. მე ვფიქრობდი რომ მეთქი ცხურის ოპერაცია ხო არ გავიკეთე თქვენ, იმიტომ რომ გეგმავდი გამეკეთებინა მეორე დღეს უკვე. და მეგონა რომ მაგიტო ვიწექი რომ ვითომ ცხურის ოპერაცია გავიკეთე, არა და სინამდვილეში ისეთ რაღაცები მოხდა რა, მაგის გასააზრებლადაც დიდი ხანი დამჭირდა დრო. ანუ არ გახსოვდა? არ მახსოვდა. საერთოდ არაფერი. მერე უკვე რეანიმაციაში და ჩემი რო შემოვიდა, ტელეფონი გამოვარცი და მან დახე პირველად ჩემი თავი, რო ჩავიხედე კამერაში. და რა დაინახე? ნავიც გახვეული თავი, თვალი საერთოდ დახუჭული. ნუ ეხა როგორც მაგ ისე არ იყო, რა თქმა უნდა, ძალიან, რავი, ვერც ხსნი როგორ იყო თვალი. ესე იყო გაწელილი, წარბიც მაღლა აწელილი, შრამები, დასიებები. რთული სანახავი იყო. საკუთარ თავზე მსგავსი რამე. სიმართლე ვთქვა, შიშის გრძნობა საერთოდ გამიქრა. რავი, ვინც არ უნდა წინ დამიდგეს, რავი, ვერ შემაშინებს ვერანაირად. ისეთი დღე გადმოვიტანე ფსიქოლოგიურად, მორალურად, რავი, ფიზიკურად, რომ დავსვლი რა საკუთარ თავს. ძალიან აგრესიული ვიყავი იმ პერიოდში, აი როცა გამომწერეს კლინიკიდან. ყველას ვეჩხუბებოდი, ყველას უბრაზდებოდი, რა ვიცი, მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეგრე ვიყავი. ეხლაც კაპუშონი გახურავს. კი, და სათვალეებითაც ავდივარ. ეს კომპლექსის გამო დავდივარ ესე გარეთ ქუჩაში. შეგიძლია გვაჩვენო. ნუ რა თქმა უნდა. მაგრამ ქუჩაში მაინც ვცდილობ რომ შევიფოთო და ისევ არა. არ მინდა რომ ვინმეს ყურადღება მივიქციო. მაგრამ მე მგონია რომ აი ასე შეფუთული როცა დავდივარ უფრო ვიქცევ ვინმეს ყურადღებას. იმის კომპლექსი მაქვს ახლა რომ მიყურებენ, რავი და რაღაც არ მსიამოვნებს ეგ პროცესი.
ქუჩაში რო გაავალ და რო გამოგაყოლებენ თვალს და თითქოს გიყურებენ. გატეხილი მაქვს თავის ქალა, შუბლი, სკალპის ღია ჭრილობა მქონდა, თვალბუდის დაზიანება, თვალბუდი შემინარჩუნეს, მაგრამ ხედველობა დავკარგე 10% მაქვს მხოლოდ ხედველობა. და ოპერაციის შემდეგ წესით და რიგით უნდა აღდგეს ხედველობა. გადაუდებელი რაც იყო, ეს გამეკეთდა თავზე ოპერაცია. ამოკვეთეს პიგმენტები, ფრაგმენტები, მიმომსხეული რაც იყო ძვალი ტვინში, რაც მიმოიფანტა, ეგენი ამოასუფთავეს, იმიტომ რომ ტვინმა დაიწყო შეშუპება და დატოვეს ღიად, რომ ტვინს ქონოდა გასაქანი სივრცე ქონოდა. ეს ოპერაცია ჩამიტარეს იმ დღესვე, როდესაც შემეყვანეს სინგოროყვას კლინიკაში. ეხლა რა გაქვს წინ? კიდევ. ეს თვალის ოპერაციის გარდა უნდა გავიკეთო კიდე შუბლის იმპლანტი და სამწვრთნელის აღდგენა, რაც ქუთუთოზე არის პასუხისმგებელი, რომ ბოლომდე გავახილო ნორმალურად. ნახევარზე მეც ჯერჯერობით ვერ ვახელ. შეგიძლია ის შენ ცხოვრებაში ამან რა არია, ან რა შეცვალა იქ მომიყვება? ყველაფერი არის, რაც კი მქონდა დაგეგმილი, სამსახურით დავიწყოთ თუნდაც. დიდი ხანია დამოუკიდებლად ცხოვრობ უკვე, 18 წლიდან დამოუკიდებლად ცხოვრობ, ბინასაც შემითვიხდი, ყოველდღიური ხარჯები, ყველაფერი, რაც მჭირდებოდა, მე თვითონ მუშაობდი და ჩემი შრომით შემომქონდა ყველაფერი, მაგრამ ეხლა დაპაუზდა უცებ ყველაფერი, დავჯექი სახლში, ვერც მუშაობ, ვერაფერი. ძალიან შემომიბრუნდა ცხოვრება უკან. პირველი რაც მინდოდა ეს იყო, რომ თვითონ ის ადამიანი, ვინც იყო, რომ დასჭილიყო, მაგრამ ამას არავინ არ გააკეთებს, ეგ ტყუილად, ასე მგონია, რომ ტყუილად ვიძახი მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ არავინ არ დასჭის მაგ ადამიანს. და უსამართლობის განცდა გაქვს თუ როგორ უსამართლობის რა თქმა უნდა. უსამართლობა რაც მოხდა ყველაფერი და რაც დღემდე ხდება ყველაფერი უსამართლობა აქციაზე თუნდაც მომიტინგეების მხრივ, დარბევის მხრივ, როგორ ხალხს როგორ ექცევიან, როგორ ცემენ, როგორ უსწორდებიან პირისპირ, როგორ ძალიან უსამართლობა. ვაპირებდი დერმატოკოსმეტოლოგიის სწავლას, იმიტომ რომ ტატუ არტისტიც ვარ, აღნიშნული მაქვს ეს პირსერიც ვარ, მზარეულიც ვარ თან. და მინდოდა რამე ახალი პროფესია შემეძინა და ვაპირებდი, რომ დერმატოკოსმეტოლოგია მესწავლა. ახლო მომავალში ვაპირებდი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს, სანამ კაფსულას მომარტყამდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ესეც გაჩერდა დაპაუზდა. განვითარებას ვცდილობდი, უფრო მეტი მქონოდა. ოპერაციების მერეც ალბათ დიდი დრო დასჭირდება რეაბილიტაციას. ერთი წელი მაინც მაქსიმუმ სავარაუდოდ. რომ ნორმალურ რეჟიმში ჩავდგე და ძველებურად შევდგე ეს ყველაფერს, ნორმალურად მუშაობა შევძლო და ჩემი თავის რჩენა, როგორც ადრე ვიყავი. ეს თავრობა თუ გადადგება და განიხილავენ სტრასბურგშიც ამ თემებს, ახალი მთავრობა როცა მოვა უკვე და რაღაცა მერე შეიძლება კიდე დასაჯონ და ამოიცნონ ვინც იყო და ჯერჯერობით სანამ ეს მთავრობა აქ არის და ამათი ხალხისგან იყო ეს ყველაფერი, პასუხს არავინ არ მოსთხოვს, ესე მგონია მე, იმიტომ რომ გამოძიებაც, ჩემი გამოძიება შეჩერებულია, ერთადერთი ექსპერტიზა ჩამიტარდა, მაგის შემდეგ უკვე არც არავის დაურეკავს. ჩავთვალეთ, რომ გამოძიება დაპაუზდა. უბრალოდ შეჩერდა. საქმე როდის დავას რასში? შემოდგომისთვის უკვე გადაიგზავნება. რომ მოითხოვოს პასუხი ამ ხალხს, ვინც ესეთ რაღაცეებს ჩაძდა და მოქალაქეებს ესეთ მდგომარეობაში აგდებენ. ფაქტია, რომ დასასჯელები არიან. საქართველოში კიდე დარჩენა ესე? კი. თუ ფიქრობ დასვლა? კი, 3 წელი ვიყავ გერმანიაში, მაგრამ ჩამოვედი დავბრუნდი ისევ საქართველოში და არც ვაპირებ რომ წავიდე. და გავხდე ემიგრანტი, იმიტომ რომ არ მესმის, რომ ჩემი ქვეყნიდან რატო უნდა გავიდე. უსამართლობის გამო, უსამართლობას უნდა შევებრძოლოთ, მე ესე ვფიქრობ. ჩემი აზრის გამოსათქმელად ისევ გავალ. არ მაშინებს მოყოლება ეს რაც მოხდა. ისევ გავალ და ისევ გავაპროტესტებ.